სიყვარულის სამეფოს პრინცესა მარიამი. სიყვარულის სამეფოს განაგებდა პრინცესა მარიამი, რომელიც სამართლიანი, გულისხმიერი და თავისი ხალხის ერთგული პრინცესა იყო. სამეფო გამოირჩეოდა სიმშვიდით, ჰაერში გაფანტული იყო მოციმციმე ვარსკვლავები, რომლებიც ირგვლივ სიყვარულს აფრქვევდა. სიყვარულის სამეფოს თითოეულ მაცხოვრებელს სახეზე ღიმილი ეხადა, უყვარდათ ერთმანეთი და სხვა სამეფოებისგან განსხვავებით, სიყვარულის სამეფოში ომი არასდროს ყოფილა. პრინცესა მარიამი ყველას უყვარდა, ჭირსა და ლხინს პრინცესას უზიარებდნენ და სამეფოს მართვაშიც ეხმარებოდნენ. ერთ წელს შურისა და ბოროტების სამეფომ ომი გამოუცხადა სიყვარულის სამეფოს. ყოველდღიურად თავს ეწყობდნენ და ანადგურებდნენ ირგვლივ ყველაფერს. მოსვენება დააკარგინეს სამეფოს მოსახლეობას. საგონებელში ჩავარდა პრინცესა მარიამი. მოიწვია კრება და გამართეს მსჯელობა. ომის გამოცდილება არ ჰქონიათ და ახლა ომი გარდაუვალი იყო. კრების უხუცესმა სიტყვას თხოვა შეკრებილ საზოგადოებას და პრინცესას გადასცა რუკა. სადაც დახატული იყო ჯადოსნური წყლის ადგილსამყოფელი. წყლის ჯადოსნურობა იმაში გამოიხატებოდა, რომ თუ მას მოასხამდნენ ქვეყნის საზღვარს, ამ საზღვარს ვერც ერთი სულიერი ვერ გადმოკვეთდა, რომელსაც გულში ცუდი განსრახვა ექნებოდა. წყალი საკმაოდ მიუვალ ადგილას იყო. პრინცესა საგონებელში ჩავარდა. ვერ გადაეწყვიტა ვინ გაეშვა წყლის მოსატანად. თითოეული ადამიანი ძალიან ძვირფასი იყო მისთვის და განსაცდელისთვის ვერცეც ვერ იმეტებდა. უეცრად გადაწყვეტილება მიიღო გონებაში, ფეხზე წამოდგა და კრების წევრებს მოახსენა. ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ თითოეული. მადლობა სიყვარულის სამეფოში არსებული სიმშვიდისთვის. დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა სამეფოს მართვას, რადგან სიყვარული გვილამაზებდა ყოველ დღეს. მაგრამ განსაცდელმა ვალდებულება შემახსენა, უნდა გაგიფრთხილდეთ და დაგიცვათ, დადგა დრო სამეფოსთვის უფრო მნიშვნელოვანი გავაკეთო. გადავწყვიტე წავიდე ჯადოსნური წყლის მოსატანად და ვიხსნა სამეფო. ყველას გაუჭირდა პრინცესა მარიამის გადაწყვეტილების მიღება. ბევრი დაუშალეს, მაგრამ პრინცესას გადაწყვეტილება მყარი იყო. სამეფო ჩააბარა მშობლებს, მეფესა და დედოფალს, თვითონ კი გზას დაადგა. რუკის მიხედვით ჯერ უნდა გაევლოს სიძულვილის სამეფო. ამ სამეფოს შესახებ პრინცესამ არაფერი იცოდა, რადგან სიყვარულის სამეფოში ასეთი სიტყვა არც მოესმინა. სამეფოს შესასვლელთანვე ორი მოჩხუბარი შეხვდა, რომლებიც ერთმანეთს დაუნდობლად სცემდნენ. პრინცესამ ყური დაუგდო და მიხვდა, რომ მოჩხუბრები იქვე დაგდებული ვაშლის გამო ჩხუბობდნენ. მან აიღო ვაშლი, შუაზე გაყო და ორივე მოჩხუბარს ღიმილით გაუწოდა. მოჩხუბრებმა აიღეს კუთვნილი წილი, ხელში ატრიალეს, მაგრამ განსხვავება ვერ იპოვეს. თან მარიამის მომღიმარი მზერა აწუხებდათ. უეცრად მათ ირგვლივ მოციმციმე ვარსკვლავები გაჩნდა, რომლებიც სიყვარულს აფრქვევდნენ. მოჩხუბართა სახეები დაწყნარდა, დამშვიდდა და სახეზე თითოეულს კეთილი ღიმილი აუთამაშდა. ერთმანეთს გადაეხვევნენ, პატიებას თხოვეს დახმარებისთვის პრინცესას მადლობა გადაუხადეს და სიძულვილის სამეფოში გაცილება შესთავაზეს. მარიამმა მიიღო შეთავაზება და გზას დაადგნენ. გზაში ბევრ დაბრკოლებასა და სიძულვილს გადააწყდნენ, მაგრამ ნებისმიერ დაბრკოლებას სიყვარულის სამეფოს პრინცესა ადვილად ლახავდა. სადაც გაივლიდნენ, ყველგან სიყვარულის მრქვეველი ვარსკვლავები ჩნდებოდა. ქვეყანა დაწყნარდა, დამშვიდდა. მეფის ყურამდე მივიდა ამ სასწაულის ძალა, დაიბარა მეზობელი სამეფოს პრინცესა. დიდი ხანია მიჭირს ქვეყნის მართვა. ქვეყანაში სიძულვილი გამეფდა და მაცხოვრებლები ჩემს მეფობას არ აღიარებდნენ. მადლობა, რომ ტახტი დამიბრუნე პრინცესა. ქვეყანა განსაცდელისგან იხსენი. მე მოგცემ კარიბჭის გასაღებს, რომელიც ჯადოსნურ კართან მიგიყვანს. რაც ჩვენს ქვეყანაში სიძულვილი გამეფდა, ეს კარიბჭე ნისლმა დაფარა და უხილავი გახდა. ახლა კი ნისლი გაქრა და ეს კარიბჭე ჩვენი სასახლის სარკმლიდანაც ჩანს. მოახსენა მეფემ პრინცესას და გასაღები გადასცა. პრინცესა მიაცილეს კარიბჭესთან. მარიამმა კარი გააღო და წინ საოცარი სანახაობა დაუდგა.
ლამაზ. მწვანე მინდორს ამშვენებდა 1000 გვარი ყვავილი. ჰაერში ფერად-ფერადი პეპლები და ჩიტები დაფრინავდნენ. ისმოდა 1000 გვარ ფრინველთა საამური ჭიკჭიკი და გალობა. მინდორს გარშემორტყმული ჰქონდა 1000 გვარი ჯადოსნური ხე. ტყის პირას უცნაური, ლამაზი ცხოველები დასეირნობდნენ. ირგვლივ სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა. იქვე ახლოს წყარო მოჩუხჩუხებდა. პრინცესა მარიამ მაავსო ჭურჭელი ჯადოსნური წყლით და სამეფოში ბედნიერი დაბრუნდა. გზად მოციმციმე ვარსკვლავები სიყვარულს აფრქვევდნენ. სასახლეში დაბრუნებულ პრინცესას სიყვარულით შეეგებნენ მშობლები და სამეფოს მოსახლეობა. წყალი სამეფოს ირგვლივ მოასხეს და სამეფოში ისევ სიმშვიდემ და სიყვარულმა დაისადგურა. მას შემდეგ მრავალი წელი განაგებდა სიყვარულის სამეფოს პრინცესა მარიამი. მოსახლეობა მისი მართვის საოცარ წლებს შთამომავლობას გადასცემდა და სამეფოში ახლად სიყვარული და სიმშვიდე სუფევს.